ნახოთ, ახსენდებით თუ არა და როგორ ახსენდებით. მიხვდებოდით უკვე რომ დაცილებულ წყვილს ეხება ეს გაშლა. ნახოთ ჯერ რა ენერგიებში ხართ. ვიღაცებთან ფლირტაობთ. შესაძლოა ამ ადამიანთან შერიგება გინდათ და რაღაცა ნაბიჯებს დგავთ, ოღონდ ფარულ ნაბიჯებს. ნუ აქ თქვენი თავი მოგწონთ და ძალიან კარგი უნდა მოგწონდეთ. აქ თქვენ გაიზარდეთ ამ ურთიერთობაში და რაღაცა ზემოდან უყურებთ, ზემოდან ცუდად კი არა, ანუ თითქოს რაღაც ვიცით, სურათს ახლოდან არა, შორიდან უნდა შეხედო, რომ კარგად დაინახო რა ხდება. აქ რაღაცა შეხედეთ ამ თქვენ სიტუაციას შორიდან, თითქოს მესამე პირი და დაინახეთ რაღაცა ჭეშმარიტებები. ნახოთ, ახსენდებით და თუ ახსენდებით როგორ, ნუ კი, ახსენდებით, რა თქმა უნდა, ახსენდებით. აქ სულ თავში აქვს თქვენი ერთად გატარებული მომენტები, რაღაც ინტიმური მომენტები. ძალიან დიდი მიზიდულობა აქვს თქვენს მიმართ ახლა, თავს ახლა მარტოსულად გრძნობს. უნდა დაბრუნება, ნუ თქვენ მისი გული დაიპყარით აქ. გითვალთვალებთ აქ ადამიანი. საოცარი მიზიდულობა აქვს და ძალიან მალე გამოჩნდება კიდევაც აქ ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველასთან არა. ვისთან გამოჩნდება, რომ მიხვდეთ ვისია გაშლა. ვინც ახლა დამშვიდებული ხართ ნამდვილად. ასეთ ფონს კი არ ქმნით და ნიღაბს იგებთ თვითონ მშვიდად ხართ, არა. ვინც მართლა ხართ დამშვიდებული, ვინც წახვიდით ახალ რაღაცაში, ეს არ არის აუცილებელი ახალი ურთიერთობა იყოს, თუმცა ვიღაცასთან ასეც გათამაშდება, ვიღაცასთან ეს არის ახალი საქმე, ახალი სამსახური, ახალი მეგობრები, ახალი წრე, ახალი ჰობი და მშვიდად ხართ, გაწონასწორებული ხართ. ვისთან არ დაბრუნდება. ვინც ხართ გაბრაზებული, ვისაც გულში გაქვთ მოგმა და ვისაც ეს ემოციები აღრჩობს ახლა. იმასთან ჯერჯერობით არ გამოჩნდება. ვისთანაც კი გამოჩნდება, ეს იმას ანიშნავს, რომ შერიგდებით ხვალ ქორწილი გექნებათ. ნუ გამოჩნდება, მოგწერთ, დაგრებათ, არ ვიცი, მოვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც უყურეთ, პირად გაშლასთან დაკავშირებით მომწერეთ აღწერილობაში მოცემულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე. დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არხის წინსვლისთვის. ყველანი ძალიან მიყვარხართ.